ისევ მე ვარ. ვერ მოვითმინე და უნდა გაგიზიაროთ ეს. რა ხდება ახლა ჩვენ გარშემო? საყვარელ შტატში ნევადაში. საყვარელი იმდენად არა, ძალიან მაგარი სპეციფიკური შტატია რა. და მინდა ეს ჩემი ფიქრები გაგიზიარო და შეძლებს დაგვარათე. ხომ ამბობთ ხოლმე ჩემ კანში ჩაჭეკით და შეიგზენით რა ხდება. აი უყურეთ, გადასახვევამდე, ლას-ვეგასის გადასახვევამდე 15 დღემდე 112 მაილი მაქვს გასავლელი რა. ეთი 70 მაილი მოვდივარ და კაციშვილი არ შემხვედრია რა. ცოცხალ ადამიანზე არ არის ლაპარაკი, არც მანქანა, არც ცოცხალი ასე. აი ესე მოვდივარ და ვფიქრობ, რომ ამ სივრცეში მარტო ხარ თუ რა ხდება. მარტოზე ჩვენ წინა ვიდეოებშიც ვილაპარაკეთ, ხო? რომ უნდა განმარტოვდე და დაждდე და შენ თავი რო იპოვო, ზოგჯერ ესეც საჭიროა რა. ნუ ეს სხვა თემაა, მაგრამ აი უყურეთ მეგობრებო, თითქოს აი მარტო ხარ ამ სამყაროში რა. ნახეთ ახლა თვალუწვდენელი გზა არის ეგრე, მიდის, ხედავ. კაციშვილი არაა, დასახლება არ არის. არაფერი არ არის. ეთი ისეთ ადგილას უნდა გავჩერდე, როგორი სიწყნარია თუ რა არის. აი არ ვიცი, აი როგორ გამოსახოთ, ალბათ ჯობია ხوار გავჩერდე და თქვენ დაგტოვოთ თქვენ ფიქრებთან ერთად. კი, ახლა მე ჯორჯანეთთან და მონიკა და მარგარიტასთან ერთად კი ვარ ასეთ ჯგუფში, მაგრამ ესე რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ ძრავის ხმა ისმის. ის ისმის და თითქოს მარტო არ ახარ, მაგრამ მოდი გავაკეთოთ ისეთი ადგილი, რომ გავჩერდეთ და ალბათ სიწყნარეც იქნება, ცოტა ისეთი მისადგომი ადგილი იქნება და აი ეს სიჩუმის როგორ გითხრათ, ეს სიჩუმე შევიგრძნოთ, ნახეთ რა თვალუწვდენელი სივრცეა, შეხედეთ რა. აი მეგობრებო, უკვე მოვდივარ 80 მილი მოვდივარ, ახლი არ რაღაცა ბარაკი, არ რაღაცა იყოს, არა. ერთადერთი ცივილიზაციის ნიშანია ეს ასფალტირებული გზა. ადრე ჩვენ გახსოვთ, აი ნიუ-მეხიკოშიც გავიარეთ, რკინიგზა და რაღაცა რა ქვია იმას. ელექტრობოზები მაინც იდგა და აქ არაფერი, ახედა. მაგრამ გზა კარგია, არც მანქანა დადის, არავინ არ დადის, თუ მარტო მე ვარ დაში. გავჩერდე ეს ადგილი, ნახო რა, ის სიჩუმე შევიგრძნო რა. ცოტა ისეთ ადგილას რომ ნევადა. ადამიანის ხელი რო არ არის მოკიდული რა, ესეთი შეგრძნება. აი მაგერ ხობები მეგონია ადამიანის გადასახება. არა, მოდი. და გავჩერდები და შევიგრძნოთ ეს სიჩუმე და გავაგზავნოთ სივრცის გამოკვლევა სივრცის. გადასახები მე მაინც გადავიდეთ ეს გავაჩეროთ. ძრავა გამორთოთ. აბა და ურებმა დაისვენეს. გავითეთ გარეთ, გავითეთ. იმედი გველები არ ექნება, ეხა ისეთი სიცხეები არ არის. ოკეი. რაღაც ხმებია ხამა კარების სხვა და ოპა. ცოტა ნიავია, მაგრამ გავიდეთ ერთი შევიგრძნოთ, არა ქარია. არის ხმა ისმის, არა? ეკი სიჩუმის ისმინდოდა, შემეგრძნო. მითქენ რაღაცა გზა მიდის. თლათ უპატრონოთ არ ყოფილვართ.
აგერ მანქანის ნაკვალებიც არის. აგერ ღობე, მე კი მეგონა ესე იგი ადამიანი მაინც მოსულა აქეთ, მოსულა. და სავარაუდოდ ვიღაცის ტერიტორიაც არის. ახეთ ახლა გაიყო, რამხელა სიცია, უი მე. ახეთ ახლა გავჩედეთ. და გადავხედოთ ახლა. შეხედეთ. მარტო მე ვდგავარ, მეგობრებო, ნახეთ. მე ჯორჯი და ნუ ეთქო ღობე ვიღაცამ გააკეთა, ნუ ადამიანი ნამყოფია, მაგრამ ეხლა რომ მე მარტო ვარ ამ სივრცეში და ჩევითავ გარიტა როცა საჭიროა მაშინ ალაპარაკობ და ეხლა დალაპარაკ და მოდი გავიდე და აი სივრცე შეგძნება, რა ვიცი, ან პოეტი უნდა იყო, ან წერალი უნდა იყო, რომ ეს ყველაფერი აღწერო. მაგრამ ნახეთ აი სიწყნარე. აი კარი აღარ არის და სიჩუმისგან და სიწყნარისგან რომ პური გეხამუშებ. მაგრამ ჩემ და საკურიოდ ეგ შოუს ხედავ რაღაცა მანქანა მოდის. საინტერესოა გამიჩერებს თუ არა გამიჩერებს. აგე ჩემი ტრაილერი დგას. და იქიდან პატარა მსუბუქი მოდის და აი ამ დასახული გზიდან, ამ გრუნტიანი გზიდან ხედავ იქიდან მოდის რაღაცა ჯიპი. პოლიციელია ვითომ ნეტავი. შემარ კონტაქტში ვეთქვი YouTube-ზე მეთქი და თუ რაღაცა დავარღვიე. მეთქი I just looking from noise კი არა, so quiet situation. შორით ამიყურეს, ვაი თუ ახლა ეს როჯეს გაჩერდა და მაკვირდება შორიდან. და აი ხედავთ, აი ჯიპი გაჩერდა, მოდიოდა და გაჩერდა. და რატო გაჩერდა, მაკვირდება ვითომ? თუ მეუბნება წადი. მოგეხსენებათ, ნევადა, არიზონა იქ დაშვებულია იარაღის ტარება. ეხლა ეს შორიდან დადგა და ჯიპი არ მოდის ჩემსკენ. ეხლა მაკვირდება რას ვაკეთებ? ეთყობა ამ ტერიტორიას იცავს თუ რა არის? აშკარად გაჩერდა. მეც ეხლა ნენელა დავიძარი. ვნახე. და ის მანქანა დგას და არ მოდის ჩემსკენ. აშკარად გძნობ რომ მაგზნობინა წადიო რა. აუხრა ვარ გავჯიუტდები. მოდი მე ხა ტრაილერზე ავარ. მაინც კონტროლოთ არ ჩანს ეს ყველაფერი, მაგრამ ვაი, ჯიპი აგეთ გასეგე და იქიდან მაკვირდება რას ვაკეთებ. ხედავთ, ორი. წამოვა თუ არა. აი დაიძრა ხო, ჩემსკენ მოდის. შეყვარებულ გოგოები არიან თუ რა ხდება, არ ვიცი. მე წეჭვებში ვარ. Hello. არა. ვარუშლი ჩემს. ორი კარბატონიზის ძაღლი ყავთ. წავიდა, არც გააჩერეს, გამარჯობა მითხრეს. მე კიდე რა არ ვიფიქრე. აი, რა არის ეთყობა იმდენად გათვისებული, რომ ამერიკაში ყველაფერი კონტროლდება, ყველაფერი მელანდება. რა ვიცი, ახლა ეს ახალგაზრდა გოგო იყო და ცოტა ასაკოვანი ქალბატონი შეიძლება დედა და არ ვიცი, შეიძლება იქითკენ წავიდნენ. რასაკეთებენ ან დასათვალიერებელი არ არის. ყოველ შემთხვევაში გამიღიმა და გამარჯობა მითხრა და კარგით გავაგრძელოთ ეს ჩვენი ექსპერიმენტი, რო ვთქვათ. გავჩედეთ და სიჩუმე შევიგრძნოთ. აი დავდგეთ და გადავხედოთ ამ სივრცეს. ეხლა რუკაზე რო შეხედოთ, ჩვენად 93 გზაზე.
93 რო უერთდება 15-იანს ნევადაში, ლას-ვეგასში. სად მიდივართ, არ ვიცი. მაგრამ ჩემთან ერთად მეგობრებო შეიძენით ამერიკა. რომელი ამერიკა, იცი, რას გულისხმობ? აი, ეხლა ნიუ-იორკი და ისინი ხო აღმოაჩინეს და მე რომ მოდიოდნენ დასავლეთისკენ და იღებდნენ ტერიტორიებს და ცხოვრებას იწყობდნენ. აი დღემდე ის ბუნება რაც ადრე იყო, ხო, თქვა 200, 300, 500, 600 წლის წინ დარწმუნებული ვარ, აი ეს ბუნება ეხლაც. უბრალოდ აი ეს ცოტა მანქანის ნატარები რო არის, ეს უკვე თანამედროვე დროა, მაგრამ ყველგან ხო არ არის მანქანა გატარებული. დარწმუნებულია ეს ბუნება იყო 1000 წლის წინაც. აი ჩვენც ესაც აქავა და ასე იქნება 1000 წლის შემდეგ. ბუნება იქნება, მაგრამ ჩვენ სად ვიქნებით? ერთმანეთის იმედია 64-ში ვიქნებით და უკმაყოფილები არ ვიქნებით, მაგრამ ეს რო იქნება, ეს სივცე და ეს მიწა და ეს ბუჩქები და ეს იქნება, მაგრამ ჩვენ არ ვიქნებით. ცოტა ისე სევდიანი ფიქრი არ არის, ეს რეალობაა, რასაც ვამბობ. რას არ ვფიქრობთ, არა მეგობრებო. არა. ჩვენი არხი სულ ამაზეა, ჩემ აზრებს გიზიარეთ და მე კიდე ცოტა დაგტოვებთ ახლა მარტო თქვენ ფიქრებთან ამ სივრცეში და მე უკვე მანქანასთან მივიდეთ. ნევადა ლურჯიც არის. ფერებია ძალიან მაგარი. წავიდეთ ჯორჯ. ნახოთ აბა, რამდენ ხანში დამთავრდება ეს დაუსახლებელი ტერიტორია. ჯორჯუნა. გავარკვიე ეს ისეთი გზებით მივდივარ, სადაც ვესტეიშენი არ შევხვდება. ეხლა ნევადაში პრობლემა არ არის, მაგრამ კალიფორნიაში ნახოთ რა. მე ბიჭებს გადაურეკე და 93-იანით რო შახვალო 10-იანამდე არ არისო ვესტეიშენი. თუ არისო მარცხენა მხარეს არისო და შენ მარჯვნიდან ჩაუვარეო და გადავედით ძღოლი პრობლემებს მაჭერ. რატო ძღოლი პრობლემები გვაქვს ახლა? მთელი ეს გადასავლები გვაქვს. ეს ტერიტორია. კარები დავკეტე და აქ ნამდვილად სამარისებული სიჩუმეა. ოღონდ შემთხვევაში გარეთ რო ვიყავი ცოტა ქარი უბერავდა და როგორ ვამბობთ, განმარტოებისაგან და სიჩუმისაგან ადამიანი ენერგიას ღებულობს. აი, ჩვენც ახლა ავიღეთ ენერგია და გავაგზავნოთ. ახმაურდეთ. დაიკოკა. გავაგზავნოთ. ჯორჯ, ვერ მოითმენი არა. სად არიან მანქანები, კაცო, ვიფიქრე. მაინც მარტო ვერ დავჭი. ჯიპმა გამოიარა და რამდენიმე მანქანა.
ეხლა წარმოიდგინეთ მეგობრებო 150 წლის წინ ხალხი რომ მოდიოდა ეტლებით და ცხენებით და აი ახლა სიმცირესო გადიოდა ჩვენ რა გვიჭეს აგემ შვენიერი მანქანა ყავს და სიგრილეში და კომფორტში დავდივარ და ისინი ახლა მანძილესო გამოდიოდნენ და არ მოედინეთ რა ბედნიერი ცხოვრების დასაწყისისთვის ჩვენებურად დაგტოვებთ ერთი 5 წუთი ამ სივრცეში და თქვენც უკვე თქვენებური ფიქრები მოგივათ. თქვენი პირადი ფიქრები, კერძო ფიქრები, რომელშიც არავის არ აქვს უფლება შევიდეს, ასე რომ ვთქვა. კარგი, ჩუმათავარ, აბა თქვენ უყურეთ ამ დატკბითო მიიღეთ მევადის Landschaft.
დღეებში რა ფიქრები მოგივა რა. მეგობრებო, აღარ დაგყლით ჩემებური ვიდეო როგორი შემოგთავაზეთ. დანარჩენ ყველას გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და კარგ შეგრძნებებს. მოგკითხვა ნევადის სივრცეებიდან. რომელიც თქვენს ასე თუ ისე გაეცანით და ჩემი აზრით გონი შეიგრძნეთ. ნევადა მომავალ შეხვედრამდე